განაგზოთ ბიზნეს კურიერს ვნებათა ღელვა გამოიწვია განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ, რომ სასკოლო წიგნებს გამომცემლობათა გვერდის ავლეთის თავად დაბეჭდავს, რაც რამდენჯერმე იაფი დაუჯდება და წიგნებიც ყველა ბავშვს საჯარო სკოლებში უფასოდ დაურიგდება. ერთი შეხედვით ძალიან სათნო იდეას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბუნებრივია თავად გამომცემლები, რომლებიც თამაშგარეთ რჩებიან და ისინიც ვინც მიიჩნევს, რომ დახმარება მან უნდა მიიღოს, ვისაც ეს უფრო მეტად ესაჭიროება. სხვაგვარად კი ფული უსამართლოდ დაიხარჯება. არის სხვა რისკებიც, მათ შორის კორუფციისაც. ყველა ასპექტზე ახლა ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ. ოთარ აბესაძე, ეკონომისტი, და არ ვიცი ფორმალურად თუ არა, ჯერ ისევ არაფორმალურად მინისტრის მრჩეველი, განათლების სამინისტროს პოზიციას წარმოადგენს. თამარ ლებანიძე, გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი და დიმიტრი შაშკინი, განათლების ყოფილი მინისტრი. აქვე დავძენ, რომ სტუმრებმა ერთმანეთთან დებატები არ ისურვეს და ამიტომ მორიგეობით ისაუბრებენ. თუმცა გადაფიქრება ყოველთვის შეუძლიათ. დავიწყოთ განათლების სამინისტროთი, ბატონ ოთარს მიმართავ კითხვით. გასაგებია, რომ მეტი ძალისხმევა დაჭირდებოდა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. თუ კი უფასო სახელმძღვანელოებს მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, ვისაც ეს ფინანსურად, რომელთა ოჯახებს ეს ესაჭიროებათ, ხოლო ვისაც არ ესაჭიროებათ, მათ ხარჯზე დამატებით სიკეთეს მიიღებდნენ ისინი, ვისაც ესაჭიროებოდა. თუ შეიძლება ეს სკოლის სასკოლო ჩანთაყოფილიყო ან ნებისმიერი სხვა რამ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო ეთერით და მიულოცო სრულიად საქართველოს ეს რევოლუციური გადაწყვეტილება, რასაც ახორციელებს დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რის შედეგადაც ეს რევოლუციური რატომ სოციალიზმის დროს გქონდა ესეთი. ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება, რომ უფასოდ მიიღებს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე წიგნებს. გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, გამომდინარე საქართველოს სოციალური მდგომარეობისა, ეს პრობლემა იდგა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პაკეტით, ამ შეთავაზებით საქართველოს ოჯახების უმრავლესობა მიიღებს ძალიან დიდ დახმარებას, მათ აღარ ეხთემათ გასაწევრის ხარჯი, ეს 150-200 ლარის ფარგლებში, როცა ჯდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები. მათ შორის ისინიც, ჩემი კითხვა ამ შემდგომარეობს, ძირითადი არგუმენტი ეს არის, ვთქვათ, ოპონენტების, რომ რატომ უნდა მიიღოს ბიუჯეტიდან დახმარება მან, ვისაც ეს არ ჭირდება და თუ კი ბიუჯეტი არის და ეს ფული ხელმისაწვდომია, მაშინ მეტი მიიღოს დახმარება მან, ვისაც ეს ესაჭიროება. აი ამაზე საუბარი. ამას მეტი ძალისხმევა ჭირდება, მეტი მუშაობა. განათლების სამინისტროსთვის ყველა მოსწავლე არის ყველა მოსწავლე. ყველა მოსწავლე აქედან გამომდინარე მიიღებს უფასო წიგნებს, მაგრამ თუ რომელიმე მშობელს, მაგალითად ბატონი დიმიტრი აღნიშნავდა, რომ შეაწუხებს მორალური პასუხისმგებლობა, რომ რატო იღებს და კერძო სკოლები რატო არ იღებენ? დავამთავრებ თუ შეიძლება. მიიღებენ წიგნებს და მას აქვს ამის საშუალება. კი ბატონო, მან ეს ნახა გადარიცხოს ბავშვთა სახლში, გადარიცხოს ბავშვთა ფონდში, რაღაც ათასი მიმართულება არსებობს, ხომ? მაგრამ სამინისტროსთვის არსებობს კერძო სკოლები რატო არ იღებენ? დავასრულებ თუ შეიძლება. სამინისტროსთვის არსებობს ერთი კანონზომიერება, რომ საჯარო სკოლის მოსწავლე არის მოსწავლე და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს, რაც შეეხება კერძო სკოლას. რაც შეეხება კერძო სკოლას. კერძო სკოლაში თუ არის შემთხვევა, რომ იქ სწავლობს სოციალურად დაუცველის, რა თქმა უნდა მიიღებს უფასო წიგნს, მაგრამ კერძო სკოლა არის კერძო ბიზნესი, მოდი მან გადაწყვიტოს რა მიმართულებით წაიყვანს. მე არა ვარ სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჩემი შვილი სწავლობს საჯარო სკოლაში, იმიტომ მე მიმაჩნია, რომ ჯობია ისწავლოს საჯარო სკოლაში. დიახ. მიიღებს ძალიან ბევრი, მე ჩემს კლასში, ჩემი ბავშვის კლასში მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი, რომელსაც არ უჭირს. კი ბატონო, თქვენ თუ არ გიჭირთ, თქვენ სახელმწიფო, თქვენ შვილს შუქნის უფასო სახელმძღვანელოს, ეს არის კონსტიტუციური უფლება. გავყიდო ის წიგნები, თუ როგორ არ მივიღო წიგნი, ხო წიგნი ხო დაბეჭდილე ფული ხო დაიხარჯა, დიახ. თქვენ შვილს აჩუქა სახელმწიფომ წიგნი. ეს არის გენიალური პროექტი, რომ ყველა ეს არის ერთეული, ხო, მაგრამ თქვენ საშუალება გაქვთ, თქვენს კლასში თუ შეიძლება ბევრს აქვს, მაგრამ სხვა კლასში არ აქვს საშუალება. ხო, ამაზე რატომ დავობთ? მე ვერ ხვდები. არა, იმიტომ სია არსებობს სოციალური დაუცველების, ხო, გაქვთ სამინისტროში, იმიტომ რომ ცალკე იყო გამოფილი. ორ წელს მომისინეთ თუ შეიძლება სოციალურად დაუცველებზე იხარჯებოდა 10 მილიონი ლარი. მათ და მრავალშვილიანების ოჯახებზე მომსახურება წიგნებით. დღეს 12 მილიონი ლარის ფარგლებში შესაძლებელია სრულიად საქართველოს მასშტაბით. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის უფასო წიგნებით მომარაგება. ამაში მე ვერ ხედავ ვერანაირ სადაო პოლიტიკას, მაგრამ სამწუხაროდ ერთია, მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ დავინახე კი არა და ჩვენთან ერთად შოუს ეწრება ბატონი დიმიტრი შაშკინი. მე უკვე ვხვდები თუ რატომ ქმნიან ძალით ამ აჟიოტაჟს და რატო ხდება ვის მიერ არის მართული თუ არამართული იდიბათ თუ ცალცახად ეს რაღაცა პრობლემა აგორებული, ეს არის მართლაც ეს არის დიმიტრი შაშკინი არა, გულისხმობ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს, რომ მართლაც ასიკეთო პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეხმარება მართლა ამ გაუბედურებულ ხალხს. ფაქტი იყო ესეთი, რომ რუსთავის სკოლაში მშობელმა მოგვაწოდა ქსეროქსები, რომ მისი შვილს არ ქონდა
იგი არ იყო სოციალურად დაუცველი, მაგრამ არ ქონდა წიგნის ყიდვის საშუალება, აქედან გამომდინარე მან მასწავლებლები ეხმარებოდნენ, რომ ექსელოქსად მაგის პასუხად გეტყვით, რომ უპრიანია, რომ რაღაც საჯარო დისკუსიის საგანი გახდეს. კი ბატონო, ნებისმიერ არ არსებობს რეფორმა აბსოლუტურად, რომელიც არ არსებობს რეფორმა, რომელსაც აქვს მხოლოდ დედამიწაზე რაღაცა უარყოფითი. მეორე შემთხვევა თუ შეიძლება დავაგრძელებ. რა თქმა უნდა შეიძლება. იმერეთში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ლობიოზე მოხდა წიგნის გადაცვლა, ია ანთაძემ აღნიშნა გუშინ ეთერში, რომ გურიაში თუ არ ვცდები ჩაატარეს კვლევა, სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჰქონდათ წიგნები, ყველა აბსოლუტურად, ხოლო სოციალურად ამ სტატუსის გარეშე მქონე ბავშვებს წიგნები არ ჰქონდათ და თხოვლობდნენ და სარგებლობდნენ რაღაც ერთობლივად, ხო? ეს პრობლემა რო აღარ ყოფილიყო სკოლებში, რომ არ ყოფილიყო წიგნის პრობლემა, მშობელს შეიძლებოდა უფრო დაუშვათ ბავშვი გაემზადებინა სკოლისთვის უკეთესი ტანსაცმელების სკოლა ხომ მარტო შეიძლება ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ აი ამ პროექტის ფარგლებში თუ კი ბავშვი დააზიანებს წიგნს, მშობელმა მაინც უნდა აანაზღავროს მიუხედავად იმისა, ის რომელ ჯგუფშია სოციალურ დაუცველში თუ დაცულში და რადგანაც ეხლა წიგნები გამოდის არამყარი ყდით, ძალიან დიდი შანსია რომ ეს მოხდეს. ეს რა იცით რომ არამყარი ყდით გამოვა და რომ ეხლა არა გამოდის მეთქი მე ვამბობ მე არ ვიცი ადრე რა გამოდიოდა, მოდი ეს სხვა საკითხია, აწირა გამოვა. ანუ გამოდის მყდარი ყდით და იცით არის რა გამოვა, ამას ნახავთ ერთად რა ამაზე მიდის მუშაობა, იხვეწება პროექტი. რაც ნიშნავს რომ წონაში მოემატეს, იმიტომ ესეც წონაში ყველაფერი იქნება ისე, გადაწყდება ისე როგორც კეთილი. მეორე რისკი რომელზეც თქვა ექსპერტები საუბრობენ და დამეთანხმეთ თქვენც რომ ესეთი რისკი არსებობს, როდესაც პირდაპირ ხდება უწყებას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კავშირი, იქ არის კორუფციის საფრთხე. ვერ გავიგე უკაცრავად. კორუფციის საფრთხეზე გესაუბრებით და რისკზე, იმიტომ რომ როდესაც პირდაპირ ხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კავშირი და იქ არ არის თქვა რაღაც დამატებითი სტრუქტურა, რგოლი, რომელიც განახორციელებს თქვა აი ამ კავშირს, თქვა გამომცემლობის სახით ამ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც კორუფციის საფრთხე წარმოიქმნას. აი მაგალითად სტუდია მონიტორმა ჩაატარა წინა ხელისუფლების პირობებში და აღმოაჩინა ასეთი ფაქტები და მე უბრალოდ მოვისმინოთ ეს სინქრონი და მე გკითხავთ რომ რატომ არის დაცული თქვენი ხელისუფლება ასეთი სცენარისგან. ხელისუფლება ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან უხეშად ერეოდა გამომცემლების საქმიანობაში. პირველ წელიწადს გამომცემლებს პრაქტიკულად აუკრძალეს ბეჭდვის უფლება და ეს უფლება მისცეს 24 საათს. შემდეგ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამან, იმიტომ რომ ძალიან უხარისხო წიგნები იყო. აი მეორე წელს კი ტაქტიკა შეცვალეს, დაბეჭდვის უფლება მისცეს გამომცემლებს, მაგრამ ახლა დისტრიბუციის უფლება ჩამოართვეს და მთელ რიგ გამომცემლებს, რომლებსაც საკუთარი დაბეჭდილი წიგნები საკუთარივე მაღაზიაში თუ საწყობში უნდათ რომ გაეყიდათ, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ბატონო გაგე, თუ შეიძლება ერთ ამაზე რაც შეეხება, ამაზე ბატონი დიმიტრი იმყოფება აქ, მე მგონი ეს ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში და ამაზე გაცემს პასუხს. მინდა გავაგრძელო უბრალოდ თემა, რომ არა, თქვენი ხელისუფლება რატო არის და ფიქრობთ რომ იქნება დაცული აი ესეთი რისკი. გიპასუხებ. ყოველთვის, როდესაც ეს ხდება, ჩვენ ვიცით, ხო? და თქვენც იცით. კორუფციული რისკი წარმოიქმნება. აბსოლუტურად ნებისმიერი პროცესი, რასაც ამ მიმართულებით სახელმწიფო და სამინისტრო გაატარებს, იქნება ღია და საჯარო, მაგრამ რაც შეეხება აქამდე რა იყო აპრობირებული მეთოდი, ხო? იყვნენ გამომცემლები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სასკოლო სახელმძღვანელოებზე, იყვნენ სპეციალურად შექმნილი გამომცემლები, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულად მხოლოდ ამ სახელმწიფო შეკვეთაზე. რატო არ იქნება ხა სპეციალურად შექმნილი სტამბა, რომელიც იმუშავებს? იცით რა არის? თუ შეიძლება დავასრულებ რა შლაპარაკობ და გამოიტანოს მოსახლეობა ამაზე. მე ჩვენება ჩემ კითხვაზე არ პასუხობ და იმიტომ გეჩვენებათ არა, მე უბრალოდ ის მეჩვენება რომ ისეთ რაღაცაზე დავუბრალდეს და არ უნდა დავავდეთ, ხო? მოსახლეობა ბავშვები მიიღებენ უფრო წიგნებს. ვითხოვ პასუხს, დიახ. კი ბატონო. სტამბასაც შეეხება. ჩვენ გავაგრძელებ გამომცემლებს, ხომ? რეალურად რო უჯდებოდა სახელმწიფოს 10 მილიონი, ახლა 12 მილიონი დახელებს ამ ყველაფერს, ხომ? რომ მოემსახუროს უფასო წიგნებით მოსახლეობას. რაც შეეხება სტამბებს, საჯაროდ და სახალხოდ, მოდი ესე ვიტყვი, ნებისმიერი სტამბა, რომლის მატერიალ-ტექნიკური ბაზა და საშუალებები აკმაყოფილებენ სამინისტროს მოთხოვნებს, რომ დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის წიგნები, ვიდრე აქამდე იბეჭდებოდა, პლუს გავითვალისწინოთ ის, რომ აქამდე წიგნები უმეტესობა იბეჭდებოდა თურქეთში, ხდებოდა ამის იმპორტირება, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ბრუნვას ადგილზე ვტოვებთ, ვახალისებთ ადგილობრივ წარმოებას, პირიქით ხელს უწყობთ ამათ. უბრალოდ თუ აქვს რამდენი სტამბაც არის საქართველოში, რომელიცაც შეუძლია წარმოადგინოს ის დოკუმენტალურად მათი საშუალებები და რომ რეალურად შეძლებენ მოემსახურონ ამ პროექტს, კი ბატონო, მათთან ყველასთან თანაბარ პირობებში, თანაბარ ფასში გაფორმდება ხელშეკრულებები.
თუმცა მე ვთქვათ მაგ შესაძლებელი არგუმენტი არ მინდა რომ მხარეთ გამოჩნდე, მაგრამ რადგან დებატებზე უარი თქვით, ამიტომ იძულებული ვარ მე ჩაგეკითხოთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ცხადია რომ რაც უფრო მსხვილია სტამბა, მას შეუძლია იაფად დაბეჭდოს და უფრო ხარისხიანად და შესაბამისად შეიძლება დავიდეთ საბოლოო ჯამში ერთ სახელმძღვანელოზე და ერთ შემსრულებელზე. მაგ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რო არ მოხდეს რაღაცა მიკერძოება, რაც შეეხება მხარის თემას, პრინციპში თუ გადავხედავთ წელწადს მხარის პოზიციის დაკავება იცით როგორ არის რაც იყო არა თქვენზე არ მაქვს საუბარი არა რაც ხდებოდა აქამდე საქართველოში მე მხარეზე სხვა რამეს ვლაპარაკობ თუ სწორედ გაიგეთ თუ შეიძლება რომ იყო პირდაპირ მნიშვნელობით დაკვეთები სახელმწიფო დაკვეთები რომ იღებდნენ რომელიღაცა გამომცემლები რომლებიც მუშაობდნენ მარტო სახელმწიფო დაკვეთაზე თუ შეიძლება რომ ეს შეიძლება ისე მოხდეს რომ არ მოხდეს ეს დაკვეთა მათზე მათ გარანტირებული შეყვება სახელმწიფოდან არ მიიღო და ამით მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის უფრო მეტად აკუმულირება და უფრო გაცილებით იაფად უკეთესი ხარისხის წიგნები დაბეჭდვა ყველა მოსწავლე მიიღებს უფასოს პლუს ამ დანაზოგი თანხით შესაძლებელია სხვა მრავალი უფრო უკეთესი პროექტის დაფინანსება განსაკუთრებით კეთილ ესეთია თქვენი პოზიცია მე გთხოვთ რომ არ წახვიდეთ მართალია არის სრული დებატები მაგრამ თუ კი ჩათვლით რომ გსურთ რაღაც კომენტარის გაკეთება რომ ჩვენი სტუმრის ასაუბრებზე შეგიძლიათ ესეც მოიქცეთ ერთის დავამატებ უკაცრავად დავამატებ იმას რომ რაც შეეხება ამ გამომცემლებს, მათთვის აბსოლუტურად არავის არ აუკრძალია ბიზნეს საქმიანობის შეჩერება. რაც არის გამომცემლის ფუნქცია, ხომ ის ადგეს, მოიძიოს ნიჭიერი მწერალი, ნიჭიერი პოეტი, გამოცეს წიგნი, ეს მისთვის არ აუკრძალია, რომ დავასრულებ თუ შეიძლება რა, გარანტირებულ შეკვეთას აღარ აიღებს, მაგრამ სამწუხაროდ მეკვეთება ისეთი რეალობა, რომ დღეს ხედავ სიტუაციას ისე რომ ეს გარკვეულწილად ამას პოლიტიკური სახე ეცემა და ეს ძალიან ცუდია ეს თუ ხდება არ ვიცი ბატონი დიმასთან მისი გუნდის მიერ 19 აპრილისთვის რაღაცის მომზადება ეს ძალიან ცუდია თხოვ რომ პოლიტიკურ თამაში ნურავის ნურაყვება მე ძალიან გამიკვირდა რომ დღეს ბატონი დიმიტრი ვნახე იმიტომ ეს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრია საუბრობთ კარგი მაგის შემდეგ შეგიძლიათ ეთერს შემდეგ ახლოს არის თქვენთან და უთხრათ ვისაუბრეთ კეთილ თამართან გადავინაცვლებ მაშინ კითხვით აი თქვა რომ რატომ არ შეუულიათ გამომცემლებს იარსებონ სახელმწიფო დაკვეთის გარეშე რატო ჩაეჭიდნენ მაინც და მაინც ამ სახელმძღვანელოებს რატომ არ შეგიძლიათ გამოსცეთ ლექსები არ ვიცი რომანები და ამითი აწარმოოთ ბიზნესი შუა დღემშვიდობისა, მე რა თქმა უნდა გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე ოდნავ მოგვიანებით. თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გამომცემელი მიესალმება სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების იდეას. ეს ერთი გარემოება. მეორე გარემოება, ყველა გამომცემელი მზადაა დებატებისთვის. პირიქით საჯაროობა ჩვენს ინტერესებშია, ამიტომ კონკრეტულად გამომცემლობა დიოგენე იწყებს და უკვე დაიწყო გუშინ გამოქვეყნება იმ დოკუმენტების, რომელიც უკავშირდება ჩვენს ბიზნეს სახელმძღვანელოების კუთხით. ეს გახლავთ ხელშეკრულებები ავტორებთან. ზემოგებებს გულისხმობ, რომელზეც იყო საუბარი. არავითარ შემთხვევაში, აქ არის ლაპარაკი გადასახადებზე, რომელსაც ჩვენ ვიხდით, აქ არის ლაპარაკი ჰონორარებზე, რომელსაც ჩვენ ვუხდით თავიანთ შრომაში. შეიძლება გითხოთ, რადგან ესეთ გამჭვირვალობაზეა საუბარი, რა მოგება გრჩებოდათ ერთი წიგნიდან. ერთი წუთით დამთავრებინეთ და მე მინდა ერთ გარემოებას კიდევ გავუსვა ხაზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმამაღლა განაცხადა, რომ რევოლუციურ გზას ჯობია გონივრული გადაწყვეტილებების გზა. მე მგონი უკვე დროა დაიწყოს ამ საზოგადოებაში გონივრული გადაწყვეტილებების ეპოქა და სამწუხაროდ მე ძალიან დიდი წუხილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ამ აქტიურობამ ბოლო კვირის მანძილზე და დიდი მადლობა მედიას, რომ ამ საკითხით ინტერესდება, ამ ჩვენმა აქტიურობამ განაპირობა საპასუხო რეაქციები სამინისტროს მხრიდან და სამწუხაროდ გამოვლინდა, რომ ძალიან ბევრი რისკის შემცველი ფაქტორი მათ არ აქვთ გათვალისწინებული. ეს პროექტი ძალიან სუსტია ეკონომიკური რისკების შეფასების თვალსაზრისით, არ არის წინასწარი გათვლები და მე როგორც გადასახადების გადამხდელი, რომელმაც საშემოსავლო გადასახადის ჰონორარებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით, კერძოდ ეს გახლავთ 61,000 ლარზე მეტი 2012 წლის ბოლოს მხოლოდ გაცემული, აი ამ თანხით ჩვენ ვართ თანადამფინანსებელი სოციალური პროგრამებისა ამ ქვეყანაში და შესაბამისად
ეს საკითხი გაწუხებთ. კეთილი, მთავრობამ ვთქვათ მიხედავს კი ბატონო თავის პრობლემებს, მაგრამ აი თქვენ როგორც ექსპერტს აი თქვენს დარგში, ასე ამ შემთხვევაში ესე გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ ამ კუთხით რომ გავშალოთ ეს თემა. აი კი თქვა რომ რატომ აი დაუბრუნდები მკითხვას, რატომ უნდათ ეს სახელმწიფო დაკვეთა, რატომ არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი ბიზნესი და აგრეთვე საუბარი იყო ზემოგებებზე. შეგიძლიათ გითხრათ გულახდილად თუ კი რაღაც საჯაროობაზე საუბარი საშუალოდ მე არ გთხოვთ უშუალოდ თქვენი კომპანიის მონაცემები გითხრათ წიგნზე რა მოგება რჩებოდა გამომცემლად რა იქნებოდა ადეკვატური რეალობიდან გამომდინარე ადეკვატური გადაწყვეტილება მე მოგახსენებ არა რა თანხა რჩებოდა თითო წიგნზე მოგების სახით გამომცემლობას აი ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოების ბეჭდვის დიახ მოგება რჩებოდა გამომცემლობას რა თქმა უნდა საკმარისი იმისათვის რომ ბიზნესი განევითარებინა და მეცაც გეტყვით ბატონო 25 თეთრზე მეტი რომელიც რასაკვირველია მით უმეტეს რომ 25 თეთრი არ არის არავითარ შემთხვევაში მოგება ამას მე ხაზგასმით ვამბობ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შემოსავალი და ეს ორი ცნება რა თქმა უნდა გაიმიჯნოს ხო წიგნი რომელიც ჯდება 5 ლარი და 80 თეთრი როგორც შეიძლება სახელმწიფო ჩვენგან მიიღოს ლარი და 80 თეთრად ეს გახლავთ ამ საკითხის ბიზნეს მხარე გარდა ამისა როდესაც ანუ ეს ტყუილია როდესაც საუბარია რომ ლარი და 20 ჯდება წიგნი და 10 ლარად იყიდება რასაკვირველია სამწუხაროდ 100-ია გარდა ამისა როდესაც ლაპარაკია რომ პროექტი ჩაეტევა 12 მილიონში ეს სამწუხაროდ გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ თუნდაც გამომცემლობა მაკმილანი რომელიც ამხანაგ შაშკინის წყალობით აღმოჩნდა განსაკუთრებულ მდგომარეობაში და აღმოჩნდა ყველა ქართველი ამხანაგს გულისხმობთ რაღაც არა ამხანაგი მოგეხსენებათ საბჭოთა ტერმინია და ჩემთვის ბატონი შაშკინი ნამდვილად განასახიერებს ამ თვალსაზრისით მავნე სისტემის წარმომადგენელს ჩვენ გვახსოვს აი მაგრამ ჩვენს ეთერში ძალიან ხშირად გიკრიტიკებიათ კი ბატონო შაშკინის ხელისუფლება იმიტომ რომ თქვენ ამბობდით და ამტკიცებდით რომ ხდებოდა მიკერძოებულად ჩაწყობით განაწილება ამ შეკვეთების ის სქემა და ეს სქემა შემოთავაზებული რომელი უფრო ცუდია საუბედუროდ მე განსხვავებას ვერ ვხედავ, მაგრამ შედეგების თვალსაზრისით თუ კი ის სქემა ამუშავდა იმგვარად, როგორც ამას დღეს განათლების სამინისტრო გეგმავს, თუ კი დიალოგი არ გაგრძელდა, რისკები არ დაიწონა, რა გონივრული გადაწყვეტილება არ მივიღეთ, მაშინ დღევანდელი სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ეს იყოს როგორც მოგახსენეთ ამ ხანაში. რატო აი უარეს შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? შედეგი ამის იქნება ის რომ საქართველოს ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს. აი ეს არის ამის მთავარი შედეგი და მთავარი მონაპოვარი რომ ყველა მოსწავლე მიიღებს უფასო წიგნს. მე უბრალოდ ვერ ხვდები იცით რა არის? ეხლა ჰარი ტრუმენის პრინციპია რომ სამხელა ეკონომისტი მომიყვანეთ ხო? ეხლა ეგრე არ არის ანუ რაღაცა ხდება ვიღაცამ რაღაც უნდა დათმოს, რაღაცა ხდება რომელიც უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მთავარი ის არის რომ უფასო წიგნს მიიღებს ყველა მოსწავლე. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, ხო? მოდით თქვენ ხართ ეკონომისტი, გამოცდილი, მრჩეველი, მაგრამ დიმიტრი შაშკინი, განათლების ექს-მინისტრი, ალბათ ამ სფეროში ეხლა უფრო გამოცდილია და ვკითხოთ მას, ეს არის მთავარი შედეგი. არა, ჯერ თუ შეიძლება მე დამამთავრებინეთ. თქვენ დაგიბრუნდებით, კი ბატონო, არა უბრალოდ მე დამამთავრებინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მინდა ვთქვა, როდესაც ლაპარაკია სახელმწიფოების უფასო გადაცემაზე, ჩვენ ამით არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დამეთანხმებით, ხომ? ეს გახლავთ საკუთრების უფლება. და მე მინდა აღვნიშნო ერთი არგუმენტი, რომელიც არ თქმულა ამ დღეებში და არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებას გულისხმობ. დაახლოებით 2 წლის წინ ევროსტრუქტურებიდან საქართველოს მიიღო დაბეჯითებითი რეკომენდაცია, რომ უნდა იყოს მუშაობა დამატებითი განვითარებული 4 მიმართულებით და ერთ-ერთი ამ მიმართულებათა შორის იყო ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც აღიარებს, ცნობს და იცავს მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ეს საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. მეორე მნიშვნელოვანი მეორე მნიშვნელოვანი არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, უკვე არსებულ საკუთრებაზეა. მეორე მომენტი, რომელიც ასევე არგუმენტად არ თქმულა ამ დღეებში და მე ძალიან წუხვარ, რომ ამაზე მიწევს ლაპარაკი. ჩემდა საუბედუროდ, პირადად ჩემდა საუბედუროდ 5 თვის წინ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ალაპარაკდა ვაუჩერიზაციის სქემის ამოქმედებაზე. ვაუჩერიზაციის სქემა გულისხმობდა გაცილებით უფრო გონივრულ მოდელს და გულისხმობდა იმას, რომ სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი მიიღებდა, რა თქმა უნდა, უფასოდ სახელმძღვანელოს, მაგრამ დანარჩენი
მშობლები, დანარჩენი მოსწავლეები მიიღებდნენ სპეციალურ ვაუჩერს, რომელიც იგულისხმებდა მათ მცირე მონაწილეობას, დაახლოებით 20%-იან მონაწილეობას ამ პროექტში და ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან. ესეთია თქვა თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა და ბატონ დიმიტრი შაშკინთან გადავინაცვლებ. თუ კი ამ პროგრამის ფარგლებში და ბიუჯეტიდან გამომდინარე, როგორც ახალი ხელისუფლება ამბობს, შეიძლებოდა ყველასთვის უფასო სახელმძღვანელოს მიცემა, რატომ არ ხერხდებოდა ეს, თქვა, რატომ არ აკეთებდით ამას? რა პრობლემები იდგა იმისათვის, რომ თქვა ფასი შეგემცირებინათ? თუ მართლა ლარი და 20 ჯდება წიგნის დაბეჭდა. მე მგონი არავინ არ დაუწევს ამაზე, რომ ძალიან გაუცი არა, ლარი ლარის ფარგლებში, ლარი და 20 ძალიან ბავშვებს უფასოდ მიცეთ სახელმძღვანელობა, ამაზე არავინ არ დაობს და თქვენ თუ გახსოვთ პრემიერ-მინისტრის ვანო მირაბიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი დაპირება. თუ შეიძლება თქვენ არ გიშლიდით და ზდილობის ფარგლებში ჩვენც ვისაუბროთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ არის პრობლემა, დიახ. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვანო მირაბიშვილის საარჩევნო პროგრამა იყო ზუსტად 1000 ლარიან ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც ყველა მშობელს შეეძლო რომ ეყიდა სახელმძღვანელოები ბავშვებისთვის. გარდა ამისა, აქ უკვე აღინიშნა დაახლოებით 10 მილიონი ლარი ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ჩვენ ვყიდულობდით სახელმძღვანელოებს ომში გმირულად დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების შვილებისთვის და ასე შემდეგ. დაახლოებით 100,000 ბავშვი 540,000-დან იღებდა უფასოდ სახელმძღვანელოებს ისედაც და ჩვენი დაპირება წინასაარჩევნო იყო რომ კიდე მოსახლეობა მიიღებდა 1000 ლარიან ვაუჩერს, რომელთაც ამას იყიდით. მოკლედ იმაზე რომ სახელმძღვანელო კარგია რომ ბავშვმა უფასოდ მიიღოს, ამაზე არავინ არ დაობს. აქ არის საუბარი თუ როგორ უნდა მოახერხოთ ეს. ეს ბაზარი, რომელზეც არის საუბარი, წიგნების ბაზარი არის დაახლოებით 60 მილიონიანი. ამითი ამ პროექტით ძალიან დიდი საშიშროება რომ ეს ბაზარი გაქრება 15 მილიონიანი გადასახადი რომელიც მიდიოდა ბიუჯეტში ამ ბაზრიდან დიდი ალბათობით ბევრი საგამომცემლო სახლი გაკოტრდება იმიტომ რომ არ ექნება საშუალება რომ ინვესტიცია ჩადოს ანუ უკვე არ გამოვა ახალი წიგნი 2-3 წელიწადში დაახლოებით არ ექნებათ ფული რომ გამოსცენ ახალი წიგნები აქ სახელმძღვანელოებს არ არის საუბარი ანუ ხელისუფლება ამბობს ახალი მინისტრი რომ აი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რომელსაც თქვენ თქვათ მცირე ნაწილს აფინანსებით თქვათ ვისაც ჭირდებოდა უშუალოდ შეიძლება ყველას დაფინანსებაო არა აქ ძალიან მარტივი არის ყველაფერი შეიძლება ჩვენ შეიძლება პური დავარიგოთ უფასოდ ან 71-ის მაგივრად 10 ლარად წავართოთ ქვილი შემომტანს გავაკეთოთ საცხობი ჩვენ გამოვაცხოთ და უფასოდ დავარიგოთ შესაძლებელი ყველაფერი არის თუ ამას ვაკეთებთ გაკულაკებით ეხლა ძალიან კარგი არის თუ არ ვწდები ქალბატონი თამარი ბრძანა ეხლა დიდი სიმპათიით ჩემს მიმართ არ არის განწყობილი და ძალიან კარგი ესე იგი ობიექტურობის განცდა არსებობს მე არავითარ შემთხვევაში გამოცემლების დამცველი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ განათლება ბავშვის არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმძღვანელოზე. თუ ქვეყანაში მოკვდა წიგნების ბიზნესი, თუ არ გამოიცა ახალი კრებულები ლექსების, მხატვრული ლიტერატურა თუ არ დაიბეჭდა, ამით ჩვენ განათლების სისტემას ვერ მოვაგვართ. გარდა მეორე, აქ არავინ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ საუბრობთ სახელმძღვანელოებზე, თვითონ სახელმძღვანელოს აქ რვეული. და როდესაც ჩვენ საუბრობთ არაფერს არ ვლაპარაკობს განათლების სამინისტრო ყიდულობენ ამ როებლებს თუ არ ყიდულობენ და მეორე საკითხი ეხლა სოციალურად დაუცველად იმ 100,000 ადამიანს ეხლა ვეუბნებით რომ იცით რა თქვენმა შვილმა თუ გააფუჭა ეს წიგნი უნდა ფული წაგართვა წლის ბოლოს მე ძალიან არასამართლიანია როგორ უნდა გადაიხადოს მშობელმა ეს ფული ანუ თქვენ ადასტურებთ რომ თქვათ იმ ბიუჯეტის ფარგლებში რომელიც იყო გამოყოფილი ამ უფასო წიგნებისთვის შესაძლებელი იყო სავსებით ყველას დაკმაყოფილება ყველა მოსწავლის უბრალოდ ეს დაარტყამდა საგამომცემლო ინდუსტრიას გაკულაკებით შესაძლებელი ექსპროპრიაციით შესაძლებელი შეიძლება უპასუხობა ექსპროპრიაციით შეგვიძლია ჩვენ მერსედესები დავარიგოთ 100 ლარად ან საერთოდ უფასოდ ანუ ვიღაცას წავართვათ და დავარიგოთ აი რაღაც კონტრარგუმენტი აქვს დავამთავრებ ერთ იმას დავამთავრებ როგორც ახლა ეს ბიზნეს კურიერია ძალიან კარგი არის რომ განათლების სამინისტროდან არის ეკონომისტი განათლებით და ის იმედი მაქვს თუ დამიდასტურებს რომ საქონლის ფასი არ არის დამოკიდებული ამ ძალიან უხეში შედარება წიგნის ფასი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქაღალდის ფასზე მასში არის ჩადებული ძალიან ბევრი სხვა
როგორც ამერიკელებმა mówią, უპირველესად ინტელექტუალური ეს არის ინტელექტუალური შრომა. ეს არის ძალიან ბევრი სხვა საქმიანობა, რომელიც ქმნის ამ პროდუქტის ფასს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ გამომცემლებზე, აქაც ძალიან კარგია, რომ ობიექტურად შეაფასეს, რომ მე არა ვარ გამომცემლების მეგობარი და არა ვარ გამომცემლების მხარდამჭერი ან დამსვენებელი. როგორც სწორად მიგივთით, ხარჯებში რამდენს წილს მიაკუთვნებ ინტელექტუალურ შრომას და შემდეგ გამოვა ის ფასი, რომელზეც მოისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლებში, საგამომცემლო ბიზნესში არის დასაქმებული 5000-ზე მეტი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ 15000, ანუ გამომრავლოთ 3-ზე, საშუალოდ საქართველოს მაჩვენებელი ოჯახის დაახლოებით 15000 ადამიანი იკვებება, ესე ვთქვათ, ანუ იღებს შემოსავალს ამ ბიზნესიდან და ამათ დისტრიბუცია, რომელიც ასევე კვდება თუ გამომცემლების პრობლემები შეექმნება. კიდე დაახლოებით 5000 კაცი და ჩვენ ავდივართ დაახლოებით 30000-იან 30000 კაცზე, რომელსაც შეეხება ეს ერთი მხრივ ძალიან კეთილი პროგრამა. ამაზე არავინ არ დაობს, რომ ძალიან კარგია, რომ ბავშვებს მისცეთ, მაგრამ ჩვენი გეგმა იყო წინასაარჩევნოდ, რომ ჩვენ ვაძლევდით 1000-ლარიან ვაუჩერს მოსახლეობას და ის იყიდიდა თვითონ ამ სახელმძღვანელოებს. კეთილი, დიდი მადლობა. ასეთი იყო წინა ხელისუფლების პოზიცია. დიმიტრის მინდა გავცე ამაზე პასუხი. ამაზე რაზე დიახ გისმენთ? მის კომენტარზე. მე უბრალოდ ვთვლი, რომ ბატონ დიმიტრის არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს კერძო ბიზნესის გაკულაკებაზე, კერძო ბიზნესში ჩარევაზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ შეიძლება ის არის იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც უხეშად ერეოდა კერძო ბიზნესში, შეიძლება გავაგზავნოთ. არა, იცი, ჯობია საგნობრივად ვისაუბროთ. საგნობრივად ვიდივარ, დიახ. რაც შეეხება ბიზნესის ბიზნესის წარმომადგენელი, მე მგონი მე მეკუთვნის. მე თქვენ არ გერჩრებოდით, თუ შეიძლება. ქალბატონს დაუწმოთ ერთი წუთი და შემდეგ მინდა რომ დავასვლა, მინდა რომ ამერიოს პოლიტიკაზე არ მივიდოდი. მან ბატონმა დიმიტრი ბრძანა რომ ხდება გაკულაკება და ბიზნესი მოკვდება, ბრუნვა გაჩერდება. ხო და ქალბატონი თამარი უკეთ გვეტყვის მაგას რა მოხდება თუ ქალბატონი თამარი არ ექნება ბიზნეს თანხის მიღების საშუალება. ესე ფიქრობთ თქვენ? თანხის მიღების საშუალება ბიზნესს რომ აწარმოოს აქ ძალიან მრავალი. შეიძლება იყოს იაფი კრედიტი, მოიძიოს თეორიულად არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პრაქტიკოს ვკითხოთ, დიდი მადლობა. პრაქტიკოს ვკითხოთ, ქალბატონ თამარ, თქვენი აზრით ბაზარს გამოეთიშებიან თუ არა ამ პროექტის შედეგად მოთამაშეები? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ისე ვარ იძულებული რომ ოდნავ სხვა თემით დავიწყო, მაგრამ თქვენ შეკითხვას დაუბრუნდები. პარადოქსია რომ თუ შეიძლება რომ გამომცემლებს ერთი წამით და ამავდროულად მინდა ვთქვა რომ შაშკინის წყალობით ჩვენ მივიღეთ მახინჯი გრიფირების სისტემა. ეს უკვე თქვი და თუ შეიძლება დავასრულოთ ეს დებატი. სერიოზული თემებია მონოპოლიზაციისთვის ნოყიერი ნიადაგი. რაც შეეხება ჩვენს ბიზნეს მომავალს, ის არის სამწუხაროდ ძალიან ბუნდოვანი, თუ კი გადაწყვეტილება არ დაბალანსდა და არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ინტერესები, არა მხოლოდ კერძო ბიზნესის, არამედ სახელმწიფოებრივი, სხვათა შორის განათლების პოლიტიკის კუთხით უპირველეს ყოვლისა. გასაგები. დიდი მადლობა. ესეთი არის, თქვათ, რეფორმის ავი და კარგი